მოდენიმე წლის უკან როგორც სუდად დამთავრდა. ახლა ვერ ჩავეძიები ეს ვისი ბრალი იყო და ეს ჩემი საქმეც არ არის ალბათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა უბრალოდ ერთ-ერთი პიროვნების დაუდევებმა საქციელმა, როცა საძირკველი გამოეთხარა იმოდენა სახლს. 15-20 წლის ჭრილში აქტუალური იქნება სამშენებლო დეველოპერული ბიზნესი ჩვენს ბათუმში, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის ზრდის პოტენციალი. რაღაც ერთიანი პოზიცია შეიმუშავა სახელმწიფო მოსახლეობამ, კერძო პირებმა, რომ არ იყოს ასეთი შეუთავსებელი. ბათუმი ერთგვარად თითქოს საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით იქცა რაღაცნაირ ცათამბჯენებად, ქართულ, ალბათ დუბაით